აფხაზეთში 1992 წლის გაზაფხულს ჩამოვედით ჩემინებით, ვინაიდან იმ დროს ვფიქრობდი, რომ პატარა აფხაზიერის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ წმინდა საქმე იყო. სამწუხაროდ მე შევწდი. მე მივიღე უშუალო მონაწილეობა ტამიშის დესანტში, სოხუმზე შეტევაში, შრომა-კამანის აღებაში. ხშირად და პირდაპირ ურთიერთობდი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრ სულთან სოსნალიევთან, ასევე გენერალური შტაბის უფროს სერგეი დბართან, ბრიგადის შტაბის უფროს საკან ნანბასთან და ჩემს უშუალო მეთაურთან, ამჟამად აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიტალი სამოევთან. უშუალოდ ჩვენს გვერდით ძირითადად ომობდნენ რუსები, კაზაკები, ჩეჩნები, ხაბარდოელები და სომხები. აფხაზები ცოტანი იყვნენ, დაახლოებით 20-30%. ძალიან არ მომეწონა, როდესაც კამანში პირდაპირ ეკლესიის შიგნით დახვრიტეს ქართველი მღვდელი, მხოლოდ იმის გამო, რომ მისგან ითხოვდნენ ეთქვა, რომ ეს აფხაზური მიწაა. მღვდელი კი პასუხობდა, რომ ეს უფლის მიწაა. იქვე ჩამოახრჩვეს მეორე მღვდელი და დახვრიტეს რამდენიმე მონაზონი. ძალიან არ მსიამოვნებდა იმის ნახვა, თუ როგორ აგდებდნენ ქართველებს ჭებში. გულწრფელად გეტყვით, ერთხელ ვცადე შევწინააღმდეგებოდი კიდეც და კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმეს. მე შევესწარი აშკარა პირად ანგარიშსწორებებსაც. მაგალითად ვნახე, როგორ დახვრიტა აფხაზმა 70 წლის ქართველი მასწავლებელი იმის გამო, რომ ის ოდესღაც ქართულის სწავლას აძალებდა. როდესაც სოხუმის ახალ რაიონში შევედით, იქ 40-მდე ქართველი ახალგაზრდა ვნახეთ. ალბათ 18-20 წლისები იქნებოდნენ. ერთი დღის შემდეგ, როდესაც დაუბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ისინი დახვრეტილები იყვნენ. რამდენიმე მეომარი ამბობდა, რომ ისინი გააუპატიურეს კიდეც. როდესაც სანატორიუმის შენობას ვიღებდით, ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ აგდებდნენ ქართველ ქალებსა და მოხუცებს ფანჯრებიდან. გადმოაგდეს ასევე სოხუმის ტელევიზიის დირექტორი ქალბატონი. ის 3 დღე ეკდო ამ შენობის კიბეებთან, ბოლოს კი ჭაში ჩააგდეს. 5-6 თვე იქიდან არც ამოუსვენიათ. ქალაქის აღების შემდეგ მახსოვს, თუ როგორ მოჰყავდათ გუდაუთის რუსულ ბაზაზე 14-15 წლის გაშიშვლებული ქართველი გოგოები და ცდილობდნენ მათ გაცვლას საწვავში. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ძალიან ნანობ, რომ მივიღე მონაწილეობა ამ ომში.